მოგესალმებით, გავაგრძელოთ ჩვენი დრაივერის წერა. ესე იგი მოვედით იმ ეტაპამდე, რომ უკვე წერთ ფუნქციებს, რომ აუთპუტზე გამოვიტანოთ რაიმე სიგნალი. ანუ ეს main code-ში როგორც გაჩვენეთ, დაახლოებით, ესე იგი ფუნქცია, რადგანაც გვაქვს უკვე გაკეთებული, მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ, ანუ როგორ მოხდება აუთპუტი. ამას ესე წავშლი, მაგალითად აქვე უბნევით GPIO-C. C-ს მაგალითად იმიტომ ავირჩევ, რომ ჩემს მიკროკონტროლერზე უკვე არის LED ნატურა და იმ LED ნატურაზე ჯერ ავანთებ და მერე ჩავაქრო. აქ იყოს GPIO pin 13. და value იყოს high, როგორც ვიცით, აქ სულ ბოლოში. ой, ეს არ დაგვიწერია, თუმცა მოდი high define ნოლია. ეს დავასეივოთ, მაგალითად ესეთ რაღაცას გავწერთ. შემდეგ გვექნება მაგალითად ისევ რო აინთოს და ჩაქრეს ესეთი ვარიანტი, რომ გავაკეთოთ low ნოლიანი აღარ გვინდა. ესე იგი საბოლოო ჯამში მომხმარებელს თუ სურს რომ აანთოს ნატურა, უნდა აირჩიოს, გაწეროს კონფიგურაცია ჯერ და შემდეგ მაგალითად default კონფიგურაციაზე, ანუ output უნდა გავხადოთ როგორც მინიმუმ, ხო? ანუ სტანდარტულად როგორ ხდება ხოლმე. მაგალითად, უკვე მზა ბიბლიოთეკებში ჩვენი უფრო მეტად მრავალფუნქციონურია, რადგანაც ხელით წერთ ჩვენთვის ასრული კონფიგურაციას, თუმცა რაღაც ესეთიც შეგვიძლია გავაკეთოთ, რაღაცა pin mode, როგორც არის ხოლმე. GPIO-C, ძიმე მაგალითად მე-13 pin-ი და output. ეს output-ი როგორი output-ი იყოს ჩვენთან STM-ზე ხო ასარჩევია, ზუსტად ამისთვის გვაქვს ჩვენ დამატებითი კონფიგურაციები, ხო? ანუ ეს მაგალითად Arduino-s კოდს რო შევადაროთ, დაახლოებით ხო იქ წერთ აი ესეთი რაღაცა. ხო, მაგალითად pin 13 და output. Arduino-s მხოლოდ ერთი პორტი აქვს, ანუ 0-დან 13-მდე არსებული პინები და ანალოგ პინები, ხო? აქ რომელსაც ჩავწერთ, მაგალითად თუ A0 მინდა რომ იყოს input-ი, აი ესეთ რაღაცას წერთ. და ჩვენ რო ესეთი გავაკეთოთ, აუცილებლად ჯერ უნდა მივუთითოთ GPIO-C 13, რადგანაც მე-13 პინი აქვს A პორტზეც, B პორტზეც და C პორტზეც. GPIO-C 13 ესეთ შეგვიძლია. GPIO-C 13. მაგალითად იყოს input-ი ან output-ი, მაგრამ როგორ უნდა მიხვდეს კონტროლერი, როგორი ტიპის output-ი იყოს, ხო? სტანდარტულად შეგვიძლია default-ად push pull-ი გავუწეროთ. მაგრამ უფრო ოპტიმალური არის, აი როგორც ჩვენ გავაკეთეთ, ჯერ ავირჩიოთ ჩვენი კონფიგურაცია, ანუ pin-ი, output-ი იყოს, ჯერ რომელი პორტი იყოს, მერე რომელი pin-ი იყოს და რა რეჟიმით იმუშაოს, ხო? ამიტომ ესეთი რაღაცა არ გჭირდება. იმის შემდეგ, როდესაც კონფიგურაციას გავწერთ, ანუ რა რეჟიმით მინდა იმუშაოს, თუ კი output-ზე გვაქვს, აი ამ ფუნქციამ უნდა გააგზავნოს შემდეგ უკვე high სიგნალი და ამ ფუნქციამ უნდა გააგზავნოს low სიგნალი. აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს ფუნქციაში უნდა გავწეროთ. ჩვენს ფუნქციაში აუცილებლად პირველი დაგვჭირდება ესეთი რაღაც შევამოწმოთ, თუ მაგალითად value უდრის 1-ს, ანუ high-ს. ესეთი რაღაცა შეგვიძლია დავწეროთ, მაშინ მაშინ გაგაკეთდეს, ხო, პორტის აი აქ GPIO-s, ანუ ამ რეგისტრის ესეთი რაღაცა output data რეგისტრზე უნდა გადავიტანოთ ერთიანი, ხო? როგორ ვაკეთებდით ამას? ეს უდრის ფრჩხილები ერთიანი გადავიდეს ოღონდ სად? pin numbers-ზე. მოდი ვნახოთ ეს ყველაფერი რეგისტრში, output data რეგისტრზე რა მოხდება, როდესაც გადავიტანთ ერთიანს. თან, მაგალითად აქ თუ 13 მაქვს, ხო? აი აქ 13-ით რო გადავიდეს output data რეგისტრზე, რა მოხდება? გავხსნათ ჩვენი GPIO რეგისტრები და output data რეგისტრი მოვწეროთ, აი ეს არის.
ეს გავადიდოთ. აქ როგორც ჩანს, ნახეთ, ეს არის input data registry, ეს არის output data registry. სულ გვაქვს 15 0-დან 15-მდე სულ გვაქვს 16 პინი. ესე იგი, პირველი 0 ინდექსის მქონე პინისთვის თუ გინდა რომ ჩავწეროთ, აი აქვე ეწერება, ხო? ნუ ერთიანი და ნოლიანი უნდა ჩავწეროთ, რომ გამოვიდეს high ან low სიგნალი. აი ზუსტად აქ. შესაბამისად, ერთიანი რომ მე-13-ში გადავიტანო, აი აქ მოხდება და output data registry 13-ზე გამოუშვებს ამ ინფორმაციას. ანუ აქაც ეს ერთიანი გადავა. else აქ else if-ით შეგვიძლია დავწეროთ თუ ნოლიანი სტოლია, თუ კი სხვა რაიმე სიგნალი წამოვიდა, მაგრამ რეალურად ან high მექნება, ხო? ან low წესი თუ სხვა რაღაცა რიცხვი გამოვიშვით აქეთ. int 8 ტიპის არის, ხო? აქ შემიძლია მე ჩავწერო მაგალითად ერთიანი, შემიძლია ჩავწერო 10, შემიძლია 101, მაქსიმუმ 255, ხო? შესაბამისად, მე უნდა ვიცოდე, რომ თუ კი პინზე high სიგნალის გაგზავნა მინდა, ან ერთიანი უნდა ჩავწერო, ან high. ერთი და იგივეა ეს ორი ჩანაწერი, ხო? ერთიანს ჩავწერა თუ high-ს, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთი და იგივეს ნიშნავს. დავუბრუნდეთ ახლა ისევ აქეთ და დავწეროთ თუ კი ეს, მაშინ აქეთ უკვე გჭირდება ესეთი ჩანაწერი, როგორც წერთ ხოლმე. ერთიანი გადავიდეს, აი ესეთი რაღაც ჩანაწერი. მოდი შევამოწმოთ ჩვენი ეს ფუნქცია, ახლა შევაერთებ. ამის შემდეგ მოდი გავუშვათ ჩვენი კოდი. გადმოვიდეთ აქ value-ები ხომ მიჩანდა და locals გამოვიტანოთ ეს მაინც ყოველი შემთხვევისთვის მაინც სამომავლოდ შეიძლება დაგჭირდეს ხოლმე. აქ მოვძებნოთ ეს ჩვენი ხაზი, ეს return-ი საერთოდ არ გვჭირდება, რადგანაც while-ის არ გაცდება ეს ჩვენი კოდი. გადმოვიდეთ ჩვენს breakpoint-თან, აი აქეთ გადმოვხდეთ. ახლა მოდი დავაკვირდეთ GPIO-ზე, molder-ში, აქ წერია ერთიანი. ნახოთ molder-ში ერთიანი რას ნიშნავს? ეს არის output mode. კიდევ რაც შეიცვალა pull up, pull down-ი, ხო? რაღაც წითლად იყო. შეიძლება default-ად სხვა რაღაც კონფიგურაციას რო წერთ, ხოლმე სხვადასხვა რეგისტრები შეიძლება რაღაცა შეიცვალოს. აქ მე მგონი არაფერი არ არის ისეთ შეცვლილი, სტანდარტულად არის და დავაპატარავთ. ახლა გადავიდეთ output data register-ს. ესე იგი მე რომ ამას გავუშვებ წესით, მე-13 პინზე უნდა გახდეს high და low. ახლა არის low, მოდი შევიდეთ. შემოვიდა ამ ფუნქციაში და ამ რეგისტრზე ვნახოთ რას გაწერს, აი გადაიტანა აქ ერთიანი. კიდე გადავიდეთ. უკვე low გავუგზავნეთ და აი აქ უკვე 0 გახდა. ესე იგი ეს ყველაფერი იდეალურად გვიწერია იმისთვის რომ ჩვენ თვალით დავინახოთ ნატურა რამდენად კარგად აინთო ან ჩაქრა, ხო, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ პატარა ესეთი ფუნქცია delay, რომელიც წინადაც გავაკეთე, მაგალითად wint თუ კი მილიონის ჩაწერა მინდა, wint 32-ში ჩაეტევა. მოდი ეს ყველაფერი აი ესე ხელით თვალითაც გაჩვენებთ. რეალურად 32 ბიტი ეს არის 1 2 3 4 1 2 3 4 ანუ ეს არის 2 ბაიტი, აქეთაც არის 2 ბაიტი. სულ 32 ერთიანი რო ჩავწერე, ანუ მაქსიმალური რიცხვი რაც არის, ეს არის 4 მილიარდი, ანუ -2 მილიარდიდან არის ხოლმე კოდში, მაგრამ ასაინი რადგანაც არის 4 მილიარდის გამოყენება შეგვიძლია. ნუ მილიონის შემთხვევაში მოდი აბა ვნახოთ 16-ის შემთხვევაში როგორ იქნებოდა, ხო? 75000 იქნება თუ სწორად მახსოვს. 1 2 16-ის ხო, არა, მილიონი. ასაინი 16-ით გვეყოფა. და ცვლად დავარქვათ, მაგალითად, delay period. აქ გავწეროთ ესეთი ციკლი. while delay
მინუს მინუს. მე რო გამოვიძახო ახლა ეს ფუნქცია. აი 1 მილიონი ჩავწეროთ. ან იყოს. იდეაში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. როგორ ჩავწერთ ხო ეს შემიძლია უბრალოდ რაღაც დიდი რიცხვი რო არ იყოს ხოლმე, რაღაც 1000 ჩავწერო. ახ და უბრალოდ საბოლოო ჯამში აქ დავწერო ესეთი რაღაცა delay პერიოდი გამომრავლად უდრის 1000 წერტილს. აი ესეთი რაღაცა შეიძლება. რა ესე ბევრი ნულები არ წერო. უბრალოდ სამომავლო კონფიგურაციისთვის აი ზუსტად ერთ წამს რო დავუთხროთ ან რაღაცა ჩვენთვის ასურველი პერიოდი, უფრო ზუსტად გვაძლევს აქედან მანევრის საშუალებას. გააჩვენებთ ამაში თუ რასაც გულისხმობთ. ახლა ამას ხელახლა ჩავწერ. ერორებზე გავიდა. ფუნქციის void warning-ი გვაქვს, სად გვაქვს warning-ი? ესეც ნახოთ. და როგორი warning-ია? 1 2 3 1 2 3 1 2 3 4 5 6 7 8 body-sheet int unsigned int 16 აი ეს არის 4 4 4 4 ეს unsigned int 20 გამოვიდა და 20-ში ეტევა, ხო? აქ ვერ ჩაეტია დიდი ალბათობით მაგიტომ მითხრა. შესაბამისად მე აქ შემიძლია მარტივად თავიდანვე როგორც დავწერე გადავიყვანო და ხელახლა ჩავწერო. ეს იყო warning-ი რომ unsigned int-ში არ ეტეოდა 1 მილიონი. unsigned int 16-ში ჩაეტევა 65000 როგორც თავიდან თქვი. კარგი, ეს გამორთოთ. ახლა უბრალოდ გავთიშავ ამას და დავაკვირდები ჩემს STM32-ზე. აი გაჩვენებთ ახლა როგორი სიხშირითაც ციმციმებს. ამასაც დავადებ ვიდეოს. მოკლედ ესე ციმციმებს ჩვენი ნატურა. მე თუ ახლა აქ შევცვლი, ნახეთ. და მაგალითად 10 ჯერ უფრო სწრაფად ავაციმციმებ, ანუ 10 ჯერ ნაკლები რიცხვი გავწერე delay time-ში, ხო? აქ გაჩერდა ეს ყველაფერი. ეს გავთიშოთ. აი ნახეთ, როგორ აციმციმდა ნატურა. ხო, ნუ ეს უკვე ჩვენს გემოზე შეგვიძლია დავარეგულიროთ რაღაც რა სიხშირით გვინდა რომ ციმციმებდეს, აქეთ მოდი 2-ებს ჩავწერ. ჩავწეროთ ისევე კოდი. აი როგორც ციმციმს დაახლოებით 1 წამის ინტერვალივით არის ეს ყველაფერი, რასაც აკეთებს. გავაგრძელოთ მაშინ ჩვენი დანარჩენი ფუნქციების გაკეთება. ეს აღარ გჭირდება, თურის ციმციმი. დანარჩენი ფუნქციები რაც არის, ეს არის რომ მთლიანად პორტი წავიკითხოთ, ხო? აი აქ მიწერი ეს ფუნქციები რაც უნდა დავწეროთ, ხო? read from input port. აი აქ ჩავსვათ. ჩვენი აღწერაც დავურთოთ და ეს არის input port. აქ მოდი მივაწეროთ input pin. აღწერა აქ არის read data from GPIO input port. გადავიტანოთ. ცვლადი გვაქვს აი ეს. კი ბატონო, ეს ცვლადი აღარ გვაქვს. თუ რომელ ნომერ პინზე არის საუბარი, ხო? მთლიანად input data registry-ის დაკითხვა თუ მინდა, ხო? მთლიანად რეგისტრზე რა ინფორმაციაც არის ჩაწერილი, ეგ რო გავაკეთებ. მოდი, ასევე მეორეს გავაკეთებ, აქვე.
აქეთ ეს იყო GPIO output port read the data from GPIO output port output port-დან რა წავიკითხოთ. აქაც pin მივაწეროთ. მოკლედ ეს ჩვენი ფუნქციები გავაკეთეთ. მოდი ახლა უცებ დავწეროთ ჩვენი ეს კოდი თუ რომელი როგორ გვჭირდება. მაგალითად პირველი დავიწყოთ თუნდაც input port-დან. სად არის? ხო, აი აქედან. აქედან თუ გვინდა ჩავწეროთ, მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ რა ზომისაც იქნება რეგისტრი, ის ზომა უნდა ამოვიკითხოთ და უნდა დავაბრუნოთ unsigned 16 uint 16. ხო, ანუ საბოლოო ჯამში ესე იგი რაღაც სვლადი უნდა შევქმნათ პირველ რიგში, მაგალითად uint 16 ქვედატირეთ e და მაგალითად value ამის დაბლა გავაკეთოთ ესეთ რაღაცა value უდრის ეს ფრჩხილებში რომ uint 16-ად დაიქასტოს რეგისტრიდან ამოღებული ტიპი p GPIO x-ის input data registry. წერტილ მძიმე და return ჩვენი value. აქ რაღაც input data ეს რატომ მომიხდა? ხო, ფოკუსერ. შევამოწმოთ ეს ყველაფერი. და ზუსტად იგივენაირად გვჭირდება. right-ში თუ გვინს აქეთ return ტიპი არა გვაქვს. ხო, return ტიპი რადგანაც არ გვაქვს, შესაბამისად აქ ჩვენ გვექნება რაღაცა value, რაც გვინდა რომ გავწეროთ, აი აქ. და პირდაპირ შეგვიძლია ავიღოთ და რეგისტრში ჩავწეროთ ეს ჩვენი value p GPIO x output data registry უდრის values. ეს სულ ეს არის. ანუ ეს რას გააკეთებს, ხო? მე მაქვს სულ 16 ბიტი და 16 ბიტში რა ერთიანებსაც და ნოლიანებსაც ჩავწერ, აი, მოდი გადავიდეთ აქეთ output data register-ზე. ხო, ანუ 32 არ მჭირდება, ამიტომ არის აქ 16 მითითებული. ხო, 32 არ მჭირდება, მე შემიძლია რომ ერთდროულად, ანუ ჩავწერო, აი, აქეთ ესეთი რაღაცა გავაკეთო, აი, ამ ფუნქციას წამოვიღებ პირდაპირ. აი, გამოვიძახებ თუ როგორ შემიძლია ამაზე ვიმუშაო, ხო? მაგალითად აქ ვეუბნები რომ GPIO C და value იყოს სულ 16 ბიტი, ხო? 0B, მოდი 2 ბიტიდან რო ჩავწეროთ და შემიძლია მაგალითად პორტზე ჩაიწეროს, ანუ ამ პორტზე სულ 16 არის, ხო? მაგალითად 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 1 2 3 4 5 6. მაგალითად მე-13 პინის ანთება თუ მინდა, ხო? აი ასე ეს არის მე-15, მე-14, მე-13, აქ რო ერთიანი ჩავწეროთ, ესე გაიგზავნება, მაგრამ ერთდროულად თუ კი მინდა რომ რამდენიმეში ჩაიწეროს, ხო, ესე ჩავწერ ერთიანებს და ერთდროულად გავუშვებ მთლიან data-ზე რაღაც ანუ მთლიან პორტის, მაგალითად, პირველ პინზე, მეორე პინზე, მესამე პინზე, აი აქ, ხო, რომელშიც მინდა, აი პირველ 5-ში თუ მინდა რომ გავაგზავნო, აქეთ ისევე ნოლებს დავაბრუნებ. 1 2 3 4 5 და ეს. და ეს რო გაეშვება, აი თუნდაც ვნახოთ ეს ყველაფერი, აი აქამდე მოვიდეთ, ეს აღარ გვჭირდება. მოვიდეთ breakpoint-ამდე. გადმოვიდეთ output data register-ზე. შევასრულოთ ეს და ვნახოთ აქეთ რა მოხდა. გადმოვიდეთ ამ ფუნქციაში და აი აქ ყველაზე ერთდროულად გაიწერა ჩვენი პინები. ჩვენი პინზე არსებული ინფორმაციები, ხო? იგივე ვარიანტი იქნება, ამას აღარ გავაკეთებ, თუ კი მთლიანად read მინდა, რომ წავიკითხო პორტზე არსებული ინფორმაცია, value ცვლადში უბრალოდ საბოლოო ჯამში დამიბრუნდება input data register-ზე, აი ეს ერთიანები და ნოლიანები მთლიანად, ხო? ანუ აქ მე მეწოდინება რომ თუ აქ და აქ ერთიანი წერია, ხო? აი ახლა default-ად 0 სტოლი არის, აი ესეთი რაღაც დავიბრუნდება, ხო? აქედან ჩასწორება არ შემიძლია, ამიტომ ეს edit-ით ვერ ვასწორებ, აი როგორც მაგალითად
ამას. რომ გაჩვენოთ მაგალითად რიცხვი როგორ შეიძლება. თუმცა მოდი ეს ვნახოთ. ამ ყველაფერს გავანულებ. აი, თუნდაც ეს ერთიანები და ნოლიანები დავტოვოთ, ეს არის 5, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ჰექსებში გვექნება აი ესეთი რიცხვი, ხო? ან რაღაც თუ ერთიანი ჩავწერეთ, რაღაც თუ ერთიანი ჩავწერეთ, რაღაცა 1-5 ჰექსებში 1-5. აქაც თუ ესეთი რაღაც ჩავწერეთ. მოდი აქაც ერთიანს ჩავწერ, რომ ცოტა განსხვავებული რიცხვი გქონდეს. აი ეს ხო, აი D რასაც ნიშნავს ეს, ორობიტში კიდევ რაღაც სხვა ჩანაწერი არის, კოპი, მოდი ვნახოთ. რეალურად როგორ აი ეს ზუსტად იქნება თუ არა. ამას გავასუფთავებ, ორობიტზე გადავალ და paste-ს გავუკეთე. ახ, ექსებში უნდა გავაკეთო paste. 3D5, ნახეთ როგორი ჩანაწერია, ზუსტად აქ როგორც გვიწერია 1 0 1 0 1 0 1 1 და ერთები ბოლოში, ხო? 1 0 1 0 1 0 1 1 1 1 4 წელი ერთიანი 1 2 3 და 4. მოკლედ, ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ესე შეგვიძლია გავიგოთ უკვე რომელ პორტზე არის high signal-ი, რომელ პორტზე არის low signal-ი. ეს მაგალითად შეიძლება დაგვჭირდეს იმისთვის, თუ კი რაღაცა გასააქტიურებელი მოწყობილობა აქვს, ან რელე გვაქვს დაყენებული, ან რაიმე რაც ააქტიურებს რაღაცა სიგნალს, ხო? აი მაგალითად ნატურის ანთება მაქვს, ხო? აი რაღაც დისტანციურად, რაღაცა პულს ან SMS-ი თუ გავაგზავნე, ან ნებისმიერ ინტერნეტით თუ გავგზავნე რაღაც სიგნალი. აინთო, ხო? მაგრამ მეორე ადამიანმა, სხვა მეორე ტელეფონითაც თუ ვიყენებ ამას, იმან ხო უნდა გაიგოს, მაგალითად იმან თავიდან გაუგზავნა ერთიანები, მეორემ გაუგზავნა ნოლიანები. იმან ხო უნდა გაიგოს მეორე პირველმა ადამიანმა, რომ მეორე ადამიანმა ნოლიანები გაუშვა. ზუსტად ამისთვის მაგალითად ჯერ ამოვიკითხავ რა ხდება, თუ high არის მაგალითად, ესე იგი ბოლოს მე რაც გავაკეთე ის სიგნალი დარჩება მაგალითად ანთებულია, ნატურა, თუ low არის, ესე იგი ვიღაცას გაუთიშავს, ხო? და ანუ მივხვდები ამ ვარიანტით თუ როგორ შეიძლება ჩავაქრო ნატურა, ხო? ანუ ისე რო არ მოხდეს, რომ რეალურად მე რო ავანთე, მე ვიღაცამ ჩააქრო და მე ხელახლა გაუგზავნო, თუნდაც ჩაქრობა ან ანთება, ხო? რო არ ამერიოს და ვიცოდე რომ ისედაც ჩამქრალია და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი მაგალითად იმისთვის გვჭირდება ხოლმე, რომ აი მომხმარებელს გაუმარტივდეს რაღაცა, ხო? აი ვებიდან რაღაცა ინფორმაცია სულ ახლდება და ვიცოდე თუ ახლოესი მდგომარეობა რა ხდება, მაგალითად სახლი იქნება თუ რაც იქნება. კარგით, მოდი, ამას ეს აღარ გვჭირდება. ჩვენ ამით GPIO-ს API driver-ის წერას ფაქტიურად მოვრჩით, ანუ იმ ძირითად ნაწილებს, ანუ ის კონფიგურაციები, რაც სტანდარტული input-output შემთხვევებში გვჭირდება ხოლმე, ეს ყველაფერი მოვრჩით. შემდეგი ვიდეოები, მოკლედ არ ვიცი, ახლა წვეტა დავიწყო. წვეტის შესახებ, თუ დავიწყო მაგალითად კომუნიკაციის პროტოკოლებზე. მოკლედ შემდეგ ვიდეომდე დაელოდეთ და ნახავთ შემდეგ ვიდეოში თუ რასაც დავიწყეთ და რასაც გავაკეთებ.